კვლავ ლიგურიის ზღვის მზიანი ნაპირებიდან მოგესალმებით. დღეს ვაპირებ ერთი მეტად მიმზიდველი რეგიონი მოვინახულო, რომელსაც ეწოდება ჩინკვე ტერე. ის ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში მდებარეობს ლიგურიის რეგიონში და ცნობილია თავისი კლდეზე შეფენილი ფერადი დასახლებებით, კრისტალურად სუფთა წყლითა და ტერასულად გაშენებული ვენახებით. ჩინკვე ტერე იტალიურად ნიშნავს 5 მიწას, რაშიც იგულისხმება აქ შემავალი 5 სოფელი. ესენია მონტეროსო ალმარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიო მაჯორე. დღეს ვეცდები 5-ვე ამ სოფელს ვესტუმრო და მოვინახულო იქ არსებული ღირსშესანიშნაობები და საინტერესო ადგილები. მოკლედ, დავიწყოთ ჩინკვე ტერეს აღმოჩენა. ლასპეციიდან პირველ დანიშნულების ადგილად მონტეროსო ალმარე შევარჩიე. ყველაზე შორი სოფელი და იქიდან გამოუყვები სანაპიროს. იქამდე მისასვლელად რამდენიმე მარშრუტის არჩევა შეგიძლიათ, მაგრამ საშუალოდ ყველა შემთხვევაში 1 საათია საჭირო. გზა უფასოა. მონტეროსო ალმარე ჩინკვე ტერეს ყველაზე დიდი სოფელია. ის 2 ნაწილად იყოფა: ძველი ისტორიული ქალაქი და ახალი ფეჯინას ტერიტორია, სადაც მდებარეობს ცნობილი ფეჯინას პლაჟი. მონტეროსო თავდაპირველად რომაელების მიერ დაარსებული მეთევზეთა სოფელი იყო და მოხსენიებულია მე-11 საუკუნით დათარიღებულ ისტორიულ ტექსტებში. მონტეროსო ოდესღაც გამაგრებული ადგილი იყო და ძველი კედლების ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლიგურიის სანაპიროს საზღვაო დაცვაში, ციხესიმაგრეებითა და საგუშაგო კოშკებით. შუა საუკუნეების კოშკი ტორე ავრორა ოდესღაც ქალაქის თავდაცვითი სისტემის ნაწილი იყო. მონტეროსოს დათვალიერების შემდეგ, რომ ჩავხედე რუკას თუ რამდენი ხანი გჭირდებოდა შემდეგ სოფლამდე, დამიწერა 40 წუთი და როდესაც რუკას დავაკვირდი კარგად, გვიწევდა რომ უკან ავსულიყავით, ხეობაში გაგვიარა უღელტეხილი და მე ჩავსულიყავით. და თითოეული სოფლის მოსანახულებლად ასე მოგვიწევდა. ჯერ ჩავსულიყავით ქალაქში, ავსულიყავით ხეობაში და ისევ ჩამოსულიყავით. ამიტომ გადავწყვიტე მესარგებლა მატარებლით და სპეციალური შემოთავაზება აქვთ მატარების სადგურში. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ბილეთში იხდით 19.5 ევროს და გულიმიტოდ შეგიძლიათ იმოგზაუროთ მთელი დღის განმავლობაში, სადაც მოგესურვებათ როგორც მატარებლით, ისე ადგილზე არსებული ავტობუსებით. კარგია იმ კუთხით, რომ ბევრ დროს ზოგავთ, იმიტომ რომ მატარებელს სულ რაღაც 3 წუთი სჭირდება შემდეგ სოფლამდე. ასევე პარკინგის საფასურს უშუალოდ ამ სოფლებში ვინაიდან იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა დასახლება, პარკინგი საკმაოდ ძვირია, როგორც ინტერნეტში შევამოწმე. ამიტომ შევძინეს ბილეთი, მოგწეს რუკაც, რომ გადავიდეს ადგილების მონახულება. ახლა ამოვედი უკვე სადგურზე, ვიპოვე ჩემ ბაქანს და გავემართები ვერნაცას მიმართულებით. სულ რაღაც 5 წუთიანი გზავრობის შემდეგ ჩამოვედი ვერნაცაში და 1-7 ადგილიდან აღმოჩნდი მეორე ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილას. სადაც 100-150 მეტრის გამოდენის შემდეგ აღმოჩნდი პიაცა მარკონიზე, რომელიც ყველაზე პოპულარული ადგილია, ვინაიდან ეს არის მთავარი მოედანი, სადაც განთავსებულია კაფეები, რესტორნები და შეგიძლიათ ჩამოსხდეთ, მიირთვათ თქვენი სასურველი საკვები ან სასმელი. მე პირველ რიგში შემოვედი ერთ-ერთ კაფეში, ვინაიდან იტალიური დილა კაპუჩინოს გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია და მეც გადავწყვიტე, რომ ერთ ჩიქა ყავა დავლიო და შემდეგ დავიწყო უკვე ამ სოფლის დათვალიერება. სადგურიდან მოედნამდე
ხილის, სუვენირების, ხელნაკეთების მაღაზიებია. სულ ფერადი პროდუქტისა და ნივთების დახლები. ნავსადგური ტრადიციული სათევზაო ნავების ნავსაყუდელია, რომლებიც დღემდე ლიგურიის ზღვის წყლებში დაცურავენ. ვერნაცად სულ მკაფიო ფერების სახლებისგან შედგება. შენობები ნავსადგურის გარშემო თითქმის ამფითეატრის ფორმითაა განლაგებული, რაც სოფელს მყუდრო ატმოსფეროს წევს. მოედანზევე არის წმინდა მარგარიტა ანტიოქელის ეკლესია, რომელიც 1318 წლით თარიღდება და ლიგურიული გოთური სტილით არის აგებული. ყველაზე შესამჩნევი ნაწილი სამრეკლოა, რომლის სიმაღლე 40 მეტრია და 8 კუთხა ფორმა აქვს. ინტერიერი მარტივი, მაგრამ ელეგანტურია, წვეტიანი თაღებითა და ფანჯრებიდან შემოსული 7 ზღვისპირა შუქით. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეკლესია იმ ადგილას აშენდა, სადაც ნაპირზე გამორიყულ ხის ყუთში სასწაულებრივად აღმოაჩინეს ანტიოქელი წმინდა მარგარეტის ძვლები. მას შემდეგ იგი ვერნაცას მფარველ წმინდანად ითვლება. ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში დაფართოვდა და შეიცვალა, განსაკუთრებით მე-16-მე-17 საუკუნეებში, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს შუა საუკუნეების იერსახეს. ვერნაცას ხშირად ეძახიან Cinque Terre's მარგალიტს და ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ აქ არსებულ თვალწარმტაც ნავსადგურს, რა თქმა უნდა, ფერად სახლებს და აქ არსებული ძალიან ვიწრო ქუჩების გავლით შეგიძლიათ წარსულშიც იმოგზაუროთ და მაქსიმალურად შეეგრძნოთ Cinque Terre's სული. გარდა ამისა, ვერნაცა თარიღდება მე-11 საუკუნით, რითაც ის Cinque Terre's ერთ-ერთი უძველესი სოფელია. სოფლის ისტორია მჭიდრო კავშირშია საზღვაო მემკვიდრეობასთან, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში აქ იყო როგორც სათევზაო, ისე საზღვაო პორტი. გარდა ამისა, ის იყო მნიშვნელოვანი ადგილი მეკობრეობასთან ბრძოლაში. ახლა ამოვედი გვერდით გორაგზე მდებარე პატარა ციხესიმაგრეზე, რომლის ბილეთის საფასური სულ რაღაც 2 ევროა და ძალიან პოპულარული ადგილია, რა თქმა უნდა, ტურისტებში, ვინაიდან აქედან შეგიძლიათ დაინახოთ როგორც ტერასული ვენახები, ისე რა თქმა უნდა, სხვა სოფლები და ლიგურიის ზღვის ნაპირები. კასტელო დორია მე-15 საუკუნეში აშენებული თავდაცვითი ნაგებობაა. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ რესტავრირდა, მაგრამ დღემდე ამაყად გადასცქერეს იმ ყურეს, რომელსაც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იცავდა. ვერნაცაში სეირნობა ერთი სიამოვნებაა. ვიწრო ქუჩები და ქვისახლები დღემდე ინარჩუნებს იმ უძველესი სანაპირო ხიბლის შეგრძნებას, რომელიც ვერნაცას საუკუნეების განმავლობაში განასახიერებდა. ვერნაცადან კორნილას მიმართულებით დავიძარით. 5 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით გაჩერებაზე. ვინაიდან დასახლება სადგურიდან შედარებით ზევით მდებარეობს, გადავწყვიტე ავტობუსს დაველოდო, რომელიც ჩემს ნაყიდ ბილეთის საფასურში შედის. ხოლო სოფლიდან უკვე ფეხით ჩამოვისეირნე. კორნილა არის Cinque Terre's ყველაზე პატარა და ამავდროულად ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შესაბამისად, მას პირდაპირ წვდომა არ აქვს ზღვასთან, მაგრამ თუ გექნებათ სრული, რა თქმა უნდა, არსებობს გზები, რომ მის სანაპიროზე აღმოჩნდეთ. იმის მიუხედავად, რომ ახლა შემოდგომაა და აღარ არის, ასე ვთქვათ, ზღვის სეზონი, მაინც ტემპერატურის გათვალისწინებით არაერთი ადამიანი შევამჩნიე, ვინც ზღვის ნაპირებზე ნებირობს, ირუჯება და ცურავს კიდეც. თელე ზღვასთან წვდომა არ აქვს, მაგრამ აქ მოსვლისას დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ დროს გაატარებთ, ვინაიდან
Cinque Terre-თვის დამახასიათებელი ქვით მოგწყობილი ქუჩებია, ფერადის სახლები, რომელიც რა თქმა უნდა ქვისგან არის აშენებული. ყველგან არის სუვენირების მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ აქაურობისთვის დამახასიათებელი ნივთები, რა თქმა უნდა კაფეები, რესტორნები, დასასვენებელი ადგილები, მოკლედ აქაც თუ მოხვალ დარწმუნებული ვარ არინანებთ. სოფლის წარმოშობა რომაული ხანიდან იღებს სათავეს. ამაზე მოწმობს სახელი, რომლის ფესვებიც რომაულ ოჯახს, კორნელიას გვარს უკავშირდება, რომელსაც მიწა ეკუთვნოდა. შუა საუკუნეებში ის ლავანიას გრაფების, კარპენასა და ლუნის ლორდების საკუთრება იყო. 1254 წელს პაპმა ინოკენტი მეოთხემ ის ნიკოლო ფიესკის გადასცა, რომელიც 1276 წლამდე ფლობდა, სანამ სოფელი გენუის რესპუბლიკამ არ შეიძინა. კორნელიას მთავარი ეკლესია სან-პიეტროს ეკლესიაა. ლიგურიული გოთური სტილის ულამაზესი ნაგებობა, რომელიც მე-14 საუკუნის თარიღდება. ის მთავარ მოედანზე, პიაცა დელა კოლეგიატაზე მდებარეობს. ზოგადად ლივონი დამახასიათებელი იტალიის სანაპიროებისთვის და არც რა თქმა უნდა Cinque Terre გაუნაკლისი და აი ასეთი ორიგინალური ნაყინით იყიდებოდა ასეთ სიცხეში ერთი მისწრება 6 ევრო ღირდა და ასე შესანიშნავად გამოიყურება იმედია გემოც ასეთი აქვს გავსინჯოთ. კარგი სიმჟავე რო ენერგია მოგვიმატოს და გავაგდოთ ჩვენი მოგზაურობა. მოვიდით Cinque Terre-ს რიგით მეოთხე სოფელში, რომელსაც მანაროლა ეწოდება. ის თავისი ფართობით, რომელიც არის სულ რაღაც 2 კვადრატული კილომეტრი, Cinque Terre სოფლებს შორის რიგით მეორე ყველაზე პატარა სოფელია, კორნელიას შემდეგ. რა თქმა უნდა, აქაც ხვდებით ფერად სახეს, მაგრამ რაც აუცილებლად გამოსარჩევი არის ის, რომ სხვა სოფლებისგან განსხვავებით ეს კლდეზეა დაშენებული და შეიძლება ითქვას, რომ დასახლება და კლდე შესით ხორცებულია. გარდა ამისა, მანაროლას არ აქვს ქვიშის სანაპირო, მხოლოდ კლდეებია და თუ სურთ აქ ბანაობა პირდაპირ კლდეებიდან უნდა გადახდეთ. რამდენიმე ადამიანი სწორედ ასე მოიქცა, რომელიც ახლა ჩემგან წყალში ნედირობს. როდესაც ამ სოფლებს შევხედავ, დავინახავთ, რომ სახლები ერთმანეთზე ფაქტობრივად დაშენებული, თუმცა ეს შემთხვევით არ ხდება. ბევრი მიზეზიდან ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის ის, რომ ვერად მარტივი იყო ასეთი ახლომდებარე სახლების დაცვა, მეკობრეები იქნებოდნენ თუ უბრალოდ სხვა მტრის შემოსევა იქნებოდა. რაც რა თქმა უნდა არ არის უცხო ქართველებისთვის. ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში არაერთი სოფელი გვაქვს, ეს შატილისკენ იქნება თუ თუშეთისკენ. მანაროლას ნავსადგური პატარაა, მაგრამ ლამაზი.
ბუნებრივი კლდოვანი ყურე იდეალურია ზაფხულში ცურვისა და მზის აბაზანების მისაღებად. შემოდგომით კი ლამაზი ხედებით დატკბობისა და განტვირთვისთვის. აქ არის ერთი ცნობილი სალაშქრო ბილიკი, რომელსაც შეყვარებულთა ბილიკი ჰქვია. ეს ბილიკი ოდესღაც მანაროლას რიო მაჯორესთან აკავშირებდა. იტალიურად ვია დე ლა ამორე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩინკვე ტერეს სოფლების დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის მშენებლობის დროს აშენდა. ბილიკი მოსახერხებელ საფეხმავლო მარშრუტს უზრუნველყოფდა მანაროლასა და რიო მაჯორეს შორის, ორ თემს შორის, რომლებიც ოდესღაც მოუხერხებელი რელიეფის გამო საკმაოდ იზოლირებული იყო. დროთა განმავლობაში ეს ორივე სოფლის ახალგაზრდა შეყვარებულების შეხვედრის ადგილად იქცა, რამაც მას პოეტური სახელი შეყვარებულთა ბილიკი შეარქვეს. მანაროლა ჩინკვე ტერეს სოფლებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა. როგორც ამბობენ, მისი სახელი მანაროლა მომდინარეობს ლათინურიდან, რაც ქართულად შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც დიდი წისქვილის ბორბალი. ოდითგანვე დასახლების მთავარი შემოსავალი იყო ზეთი და ღვინო და მართლაც შეუძლებელია, როდესაც აქ მოხვდებით, ვერ შეამჩნიოთ გარშემო არსებული ტერასული ვენახები. და აქვე უნდა აღვნიშნოთ მევენახების დიდი შრომა, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად რთული ამ რელიეფზე ყურძნის მოყვანა და შემდეგ მისგან ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მიღება მართლაც შესაძლებელი ხალხი არიან ისინი. მანაროლაში გადაადგილება ძალიან მარტივია, ვინაიდან აქ არის მხოლოდ ერთი მთავარი ქუჩა, ხოლო სხვა ქუჩები სახლებთან მიდის და ფაქტობრივად ჩიხებია. მანაროლაც ჩინკვე ტერეს სხვა სოფლების მსგავსად, რა თქმა უნდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. ერთმანეთზე განლაგებული სახლები, ციცაბო ბილიკები და შთამბეჭდავი კლდეები ულამაზეს ხედებს ქმნის დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სარდი პოპულარობის მიუხედავად ის ინარჩუნებს მშვიდ რიტმს. მანაროლა ისტორიასა და ზღვა შორის არსებული სრულყოფილი ჰარმონიაა. ისეთი სოფელია ერთი ნახვით რომ გიყვარდება. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ არაერთხელ ვესტუმრებით, ისე რომ მთელი დღის გატარება შეუძლო და დავტყვი ამ ხედებით და ატმოსფეროთი. ჩამოვედი მეხუთე და ყველაზე სამხრეთით მდებარე სოფელში, რომელსაც რიო მაჯორე ეწოდება. ეს სახელი მომდინარეობს შემდეგი ფაქტიდან. თურმე ამ ადგილას ადრე გადიოდა მდინარე, რომელსაც საკმაოდ დიდი ნაკადი ჰქონდა და რიო მაჯორეც ნიშნავს ძლიერ დიდ ნაკადს. იმ მდინარიდან ახლა მხოლოდ ერთი პატარა ნაკადულივით არის, რომელიც მთავარი ქუჩის ქვემოთ მიედინება და საბოლოოდ ზღვაში აღმოჩნდება. მართალია ჩინკვე ტერეს სხვა სოფლებშიც არის სალაშქრო ბილიკები, მაგრამ რიო მაჯორე გამოირჩევა მათ შორის, ვინაიდან აქ მდებარეობს ყველაზე მეტი სალაშქრო ბილიკი, სადაც თუ დრო გექნება და სრული შეგიძლიათ მოიაროთ ეს ბილიკები და უფრო კარგად შეგიძლიათ როგორც უშუალოდ ეს სოფელი, ისე მთლიანად ჩინკვე ტერეს რეგიონი. ბევრი რაღაცით არის გამორჩეული ეს სოფელი რიო მაჯორე, მაგრამ მათ შორის ალბათ უნდა აღვნიშნოთ პესტო და ანჩოუსები, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ზღვის სანაპიროებისთვის, მაგრამ თვითონ რიო მაჯორეში საკმაოდ პოპულარულია. ალბათ არ გაიკვირდებათ თუ გეტყვით რომ თევზჭერა საკმაოდ მაღალ დონეზეა ამ სოფელში, საკმაოდ ბევრი სახეობის თევზი იჭერენ, რაც თავისთავად გულისხმობს შემდეგს, რომ ასევე მრავალი სახეობის და მრავალფეროვანი კერძები აქვს სამზარეულოში თევზზე დამზადებული. რიო მაჯორე მერვე საუკუნით თარიღდება და მისი წარმოშობა ლიგურიის ზღვაში ოდესღაც მოხეტიალე მეკობრეებისგან თავდაცვის საუცილებლობას უკავშირდება. იქ
ითვლება, რომ სოფელი ბერძენმა ლტოლვილებმა დააარსეს. რიო მაჯორეს განლაგება გამორჩეულია. სახლები ერთმანეთის თავზეა დაწყობილი ციცაბო ფერდობებზე, თითქმის კლდეების ბუნებრივი გაგრძელების მსგავსად. ვიწრო ქუჩები, რომლებსაც ხშირად კარუჯებს უწოდებენ, ტრადიციული ლიგურიული ჩიხების ტერმინის აღსანიშნად სოფელში მიხოულ მოხვეულ მიემართება. თვალწარმტაცი პატარა მოედნებისკენ მიდის და ყველა კუთხიდან ულამაზესი ხედები იშლება. სოფლის სტრუქტურა, კლდეებში აშენებული სახლებით, შექმნილია მცირე სივრცის მაქსიმალურად გამოყენებისა და დამწყებლებისგან გარკვეულ დონის დაცვის უზრუნველ საყოფად. თავად სახლები, რომლებიც ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ფერებით არის შეღებილი, რიო მაჯორეს დამახასიათებელ ხმელთაშუა ზღვის ხიბლს წინს. ძალიან სასიამოვნოა ასეთ ადგილებში გადაადგილება. თითქოს ისინი ერთმანეთს გავს, მაგრამ ჩემი აზრით თითოეულ მათგანი მაინც განსაკუთრებულია და განსაკუთრებით ასე დროს, როდესაც ულამაზესი მზის ჩასვლაა და შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღე ძალიან ღირებული აღმოჩნდა. მაგრამ როდესაც მოგზაურობ, საჭიროა კვება და ერთი ცუდი რაღაც, რაც არ მომეწონა ამ სოფელში არის ის, რომ ძირითადი რესტორნები ფაქტობრივად 7 საათამდე, 8 საათამდე დაკეტილია. და თუ გინებავთ რომ რაიმე მიირთვათ, მხოლოდ მზა საკვებია. ჩვენც ერთ-ერთ ასეთ კაფე რესტორანში შემოვედით, ულამაზეს ხედზე. და შევკვეთე ლორი სენდვიჩი და ლიმონი, როგორც უკვე გითხარით, აქაურებისთვის დამახასიათებელია და ლიმონათა სწორედ ლიმონის არომატი შევარჩი, რომელიც ძალიან გემრიელია. ულამაზესი მზის ჩასვლის ტყუების შემდეგ მალევე გაბეშურე მატარებლის სადგურისკენ, რომ უკან მონტერესო ალმარეში დაბრუნდნენ, სადაც მანქანა მყავს დატოვებული. ასე დამგვარად უკვე დაბრუნდი მონტერესოში, სადაც მანქანა ყავს დატოვებული, მივალ პარკინგზე და დაბრუნდები უკან სასტროს მიმართულებით. პატარა შეფასება რომ გავაკეთო, ვფიქრობ ერთი დღე სრულიად საკმარისი იყო ამ ხუთივე სოფლის მოსანახულებლად, ვინაიდან თითოეულ მათგანში დავათვალიერე ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რაც აუცილებლად უნდა მენახავ, მოახერხე გასეირნება და დატკბობა თითოეული მათგანით. თუ ჩემგან განსხვავებით თქვენ გენდომებათ რომ ამ ხუთივე სოფლის მონახულება რამდენიმე დღეზე გადაანაწილოთ, ესეც შეგიძლიათ, ვინაიდან გთავაზობენ სხვადასხვა სახის აბონემენტს 2 და 3 დღიანებს და შეგიძლიათ უფრო მეტი დრო გაატაროთ ამ სოფლებში და უფრო მეტად შეეგრძნოთ იქაურის სული. მაგრამ აუცილებლად მატარებელი გამოიყენეთ. რჩევის სახით გეტყვით რომ ამ სოფლებში საკმაოდ ძვირია სასტუმროები, ამიტომ მაგალითად შეგიძლიათ დარჩეთ ლასპეციაში, რომელიც შესახებ წინა გადაცემაში გესაუბრეთ, სადაც შედარებით იაფია სასტუმროები და უკვე იქიდან შეგიძლიათ დაგეგმოთ ამ სოფლების მონახულება. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგი გადაცემიდან საქართველოში ბრუნდების საინტერესო ადგილებში სამოგზაუროდ. გამომყევით.